სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. მსახურება საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელმა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. სიწმინდის ასლი, რომელმაც ქვეყნის დალოცვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან დაიწყო, 12 მაისს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში მიაბრძანეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა სრულიად საქართველო დალოცა და შეკრებილებს სიწმინდის ისტორიასა და მის სულიერ მნიშვნელობაზე ესაუბრა. ადამიანისა და კაცობრიობის ცხოვრებაში, ქვეყნის ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენები, რომელსაც ვერ მისწვდება ადამიანის გონება, რომელიც ხდება განგებით ღვთისათა და როცა ჩვენ უყურებთ ჩვენს წარსულს, ჩვენ ხედავთ, რომ საქართველო განსაკუთრებული ღვთისმფარველობის ქვეშ არის, იყო, არის და იქნება. ვის შეუძლია ახსნას ის მოვლენა, რომ საქართველო გახდა ღირსი, ყოფილიყოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხედრი, როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინსად უნდა წასულიყო საქადაგებლად. ამ წილის კრაში მიიღო მონაწილეობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მას შეხვდა ჩვენი კურთხეული ქვეყანა ივერია და ეს იყო განგება ღვთისა, ეს იყო ბრძანება ღვთისა, რომ ღვთისმშობელს უნდა თავისი კალთით, თავისი ლოცვით დაეფარა საქართველო და ღვთის ბრძანებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა აგზავნის ანდრია პირველწოდებულს მოციქულს და მიიღებს ფიცარს, მიიდებს სახეზე და იმ ფიცარზე გამოისახა სახე ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. და ეს იყო ბრძანება ღვთისა, ეს იყო განგება ღვთისა. და იმ დროიდან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კალთის ქვეშ. ანდრია პირველწოდებულის წამოვიდა ზღვით, შავი ზღვის სანაპიროთი და თან წამოიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ეწოდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. და იქ გუშინ და დღეს განმეორდა ეს დიდი სასწაული. ქართველი ხალხი, ქართველმა ხალხმა შემოაბრძანა ასლი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი გადარჩენისა, ჩვენი მშვიდობისა, ჩვენი მთლიანობისა, ჩვენი კეთილი ცხოვრების, მომავლის კეთილის ცხოვრებისა, ჩვენი მოქცევისა, ღვთისმშობლის ლოცვით მოიქცევა მთელი საქართველო.
ღვთისმშობლის ბრძანებით და ღვთისგანგებით როცა ხალხი მთელი მსოფლიო დაკარგავს სარწმუნოებას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, გაბრწყინდება იმიტომ, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. და დღეს ჩვენ ხვდებით მუხლმოდრეკილნი, ხვდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და შევთხოვთ მას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა, გადააფარე საქართველოს შენი წყალობა, დაიცევ და დაიფარე საქართველო და მთელი ქვეყანა. უძლურთა მკურნალი, ნაკლულებანთა აღმავსებელი, მადლი ღვთისა, სუფევდეს საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვა, ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს და მალე ვიხილოთ მთლიანი საქართველო. დღეს განსაკუთრებით ჩვენ ვლოცულობთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონისთვის. ღმერთმა ინებოს, რომ ფარველობა არ მოაკლდეს ამ საქართველოს ამ კუთხეებსაც. ჩვენთან არის ღმერთი, არც დაიყოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა. ღვთისმშობელმა დედამ ისმინოს ჩვენი ლოცვები. ამინ. ღვთისმშობლის კვირეული მიმდინარეობს და ამ კვირეულის ფარგლებში ჩვენთან შემობრძანდა აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი. ეს უდიდესი სიწმინდეა, რადგან საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ხატი, რომელიც განაპირობებს ჩვენს წილხვედრობას დედა ღვთისმშობელისათვის. ზუსტად იმიტომ, რომ გახდა საქართველოს დედა ღვთისმშობლის წილხვედრი, ამიტომ თვითონ რომ ვერ ჩამობრძანდა, ეს ხატი გამოატანა ანდრია პირველწოდებულს, რომ ყოფილიყო აღნიშნა მისი ყოფნისა საქართველოში. და ამ ხატის ყოფნა საქართველოში განაპირობებს და ასახავს ღვთისმშობლის ყოფნას საქართველოში. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დღეს ეს ხატი კვლავ ჩამობრძანდა აწყურში, სადაც არის მისი ადგილი. ანდრია პირველწოდებულმა სწორედ აქ ამ ტაძარში დააბრძანა ეს ხატი და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დღეს ეს ხატი ჩამობრძანდა ჩვენს ეპარქიაში, აწყურში და ჩამობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომელმაც აღავლინა პარაკლისი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და მთლიანობისათვის. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის ჩაბრძანებით გამოწვეულ უდიდეს სიხარულზე საუბრობდნენ შეკრებილი ადამიანები. სიწმინდის მოსალოცად ადგილობრივებთან ერთად მრევლის სხვადასხვა ეპარქიიდან ჩავიდა. აქვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით უახლოეს მომავალში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენა დაიწყება. საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამავდროულად არქეოლოგიური კვლევები უნდა ჩატარდეს აქ, რომელსაც გარკვეული თანხები ჭირდება, ეს თანხებიც მოძიებულია, როდესაც არქეოლოგიური კვლევები დასრულდება, შემდგომ უკვე დაიწყება ტაძრის რესტავრაცია. ემოცია უსაზღრო დიდია, ადრე იყო დაწყებული და რატომღაც შეჩერდა და ახლა არ ვიცი, ალბათ ყველა თითეული ადამიანი, თითეული აქ მაცხოვრებელი, თითეული ელემენტარო წვრილს შევიტანთ, როდესაც დაიწყება მშენებლობა. და უდიდესი სიხარული იქნება. უდიდესი დღესასწაულია დღეს მესხეთის მკვიდრნი გახდნენ იმის ღირსნი, რომ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაბრძანდეს აქ. ყველა ძალიან გახარებულები ვართ და უფალს ვთხოვთ, რომ ღვთისმშობელმა დაგვიფაროს და შეგვეწიოს. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლით დალოცვა სხვადასხვა ეპარქიებში გაგრძელდება.
16 მაისს, ხატის ხსენების დღეს, სადღესასწაულო წირვა სვეტი ცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღევლინება. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი სიწმინდეს ლოცვითი მსვლელობით მიაბრძანებენ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს ეკლესიის მეთაური პარაკლისს აღავლენს. მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. 1066 წელს მეფე გიორგი მესამესა და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი თამარი შეეძინათ. თამარი 5 წელი მამის მოსაყდრე იყო. როდესაც 1084 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა, ის დამოუკიდებლად შეუდგა ქვეყნის მართვას. წმინდა კეთილმსახურმა მეფე თამარმა დიპლომატიისა და გონიერების წყალობით მალე უდიდესი ავტორიტეტი და სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერა მოიპოვა. წარუმატებლად დასრულდა წმინდა თამარის წინააღმდეგ აჯანყებული ყუთლუ არსლანისა და მისი დასის მცდელობა, რომელიც მეფის ძალაუფლების შეზღუდვას ისახავდა მიზნად. 1095 წელს საქართველოს წინააღმდეგ ათაბაკ აბუბაქრის სარდლობით თურქებმა გაილაშქრეს. ბრძოლაში წასვლამდე წმინდა მეფემ დალოცა ლაშქარი. თვითონ კი ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა ჯარი. წმინდა მეფე თამარის მმართველობის პერიოდში საქართველო იყო უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც ანგარიშს ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიანური აღმოსავლეთი უწევდა. ქართველთა ლაშქრის ერთ-ერთი დიდი წარმატება ბასიანის ბრძოლაში გამარჯვება იყო. ამ დროსაც წმინდა მეფემ ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ლაშქარი და ქალაქის კარამდე ფეხშიშველი წარუძღვა მეომრებს. წმინდა თამარი მუდმივად ელოცულობდა და მარხულობდა. მისი მმართველობის დროს ფიტარეთი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ქვათახევი და ბეთანია აშენდა. ის ყურადღებას აქცევდა და პატრონობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართულ სავანეებს. ქართველი ერისთვის მაშინაც და შემდეგაც თამარის სახელი იმიტომ იყო სათაყვანებელი, რომ ზესთაბუნებრივი ძალით მასში იყო გაერთიანებული სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლად მოწყალე განურისხებელი გული. ასე შეაფასა ივანე ჯავახიშვილმა წმინდა მეფის ღვაწლი. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში 3-ჯერ. ყოველ 14 მაისს, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს და 31 იანვარს აღნიშნავს. ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას. ამ სახელწოდების ინტელექტუალური კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა. ფინალურ ეტაპზე კი 191 საჯარო სკოლის ახსაზრდელები გადავიდნენ. ორგანიზატორების განცხადებით კონკურსი წელს უკვე მე-7-ად ტარდება და წლიდან წლამდე სასწავლო დაწესებულებების აქტიურობა შესამჩნევად იზრდება. მე-7 წელია საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს ინტელექტუალურ კონკურსს ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას სკოლებს შორის. წელსაც ტრადიციულად საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება საქართველოს სხვადასხვა სკოლების მხრიდან, სადაც მონაწილეობდნენ აღნიშნულ კონკურსში. ეს კონკურსი რამოდენიმე ეტაპად იმართება. ამჯერად ვართ უკვე ნახევარფინალურ ეტაპზე და ნახევარფინალურ ეტაპზე გამოვლინდა თბილისის მასშტაბით ის გუნდი, რომელიც ფინალში ითამაშებს უკვე დანარჩენ 5 სხვა სკოლასთან ერთად. რა თქმა უნდა, ცოტათი რთულია, ვინაიდან ეს ნახევარფინალია. ძალიან გაგვიხარდა ფინალში გადასვლა და იმედი გვაქვს, რომ უფალი ბოლომდე იქნება ჩვენთან. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შიდა გამოცემების წარდგინება გაიმართა. წიგნები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომებს და მიმდინარე წელს გამოცემული ქართული უნივერსიტეტის შრომებს მოიცავს. მათში წარმოდგენილია საინტერესო თემები ისტორიის, ფილოლოგიის, თარგმანმცოდნეობის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების, გეოფიზიკის, მათემატიკისა და ეკონომიკის მიმართულებით. ღონისძიებას უმაღლესი დაწესებულების რექტორი სერგო ვარდოსანიძე, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომებში არის განყოფილება ისტორია, ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, სამართალი. უფრო ფართოა თავისი სპექტრით ქართული უნივერსიტეტის შრომების პირველი ტომი. აქ წარმოდგენილია ყველა ფაკულტეტიდან სამეცნიერო ნაშრომები. ამ კრებულში წარმოდგენილია ჩვენი ყველა ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლის და ზოგიერთი დოქტორანტის
ნაშრომიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, რადგანაც მასში თავმოყრილია ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო მასალა. რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი დაწესებულების დირექტორმა ზაზა ვაშაყმაძემ და უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს. მხარეების განმარტებით დოკუმენტის სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში თეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი არსებობს. ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით აღნიშნულ დაწესებულებასთან აქტიური თანამშრომლობა იგეგმება. საკითხი ისახავს შემდეგ მიზნებს, რომ ჩატარდეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შეიქმნას, განვითარდეს რელიგიაცნობა, რელიგიის ისტორია, რელიგიური უფლებების შესახებ მიმართულებები, რაც საბოლოო ჯამში შეუწყობს ხელს შესაბამისი კადრების აღზრდას, მოძიებას და შესაბამისად მერე დასაქმებას პერსპექტივაში და საბოლოო ჯამში მიზანი გახავთ ის, რომ ამ სფეროში საქართველოში ყველა გამოწვევა, რაც შეიძლება პერსპექტივაში ყოველზეგ და მასზე წარმოიშოს მინიმუმად იყოს დაყვანილი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს თეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ამ მიმართულებით ეს არის სრულიად ახალი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა. რელევანტელი მემორანდუმი ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის გულისხმობს ახალ კვლევით პროექტებს, ერთობლივ კვლევით პროექტებს, ახალ აკადემიურ პროგრამებს რელიგიათმცოდნეობაში, რელიგიის სამართალში და სხვადასხვა პროგრამებს, აკადემიურ პროგრამებს. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი პირები სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდნენ და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებს 58 ლეპტოპი და 6 კომპიუტერი გადასცეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ტექნიკას შიდა და საგარეო კომუნიკაციისთვის, მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავებისთვის, ასევე ფერმერებისთვის გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის გადაცემაში გამოიყენებენ. აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად USAID-მ 2,3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. ყველა რეგიონში წარმოდგენილი გვყავს საკონსულტაციო ცენტრები, ექსტენსიის ცენტრები. ამერიკის მთავრობა აგრძელებს ხელშეწყობას საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ. შესაბამისად დღეს გადავცემთ 58 პორტატულ კომპიუტერს, 6 ჩვეულებრივ კომპიუტერს, რათა მათ კიდევ უფრო საფუძვლიანად, კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელონ საქმიანობა რეგიონებში. ეს დაურიგდება მუნიციპალიტეტის თითოეულ ოფისს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საკმაოდ დიდი თანხა გამოყო აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ მოვედით და საკონსულტაციო ცენტრებისთვის საჩუქრად ლეპტოპები და კომპიუტერები მოვიტანეთ. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის დარგში აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები, რაც ამ მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.